Solidarობა სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი ყველა შეწყვიტეთ გაჭირვებული ხალხის დევნა რომ არ მოხდეს სტუდენტური ამბოხი. Ამ სლოგანებით ლაბორატორია 1918-ის წევრებმა 62 საჯარო სკოლის წინ მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კი იმ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების გამოყოფა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა სკოლის შენობაში შეიჭრნენ. 62 საჯარო სკოლაში 35 სოციალურად დაუცველი ოჯახი 22 იანვარს შევიდა. ამ დრომდე შენობაში არც ელექტროენერგია და არც გათბობა არ არის. სტუდენტებმა სოციალურად დაუცველებს საკუთარი სახსრებით შეგროვებული პირველადი მოხმარების ნივთები გასათბობად შეშა და თბილი ტანსაცმელი მიუტანეს. დავჭი უსახლკარო და დავდივართ აგრე ხან მერია გვატყუებს მერიასთან მივდივართ მერია ჯანმრთელობაში გვაგზავნი ჯანმრთელობა იქით და იძულებული გავხდით რომ შემოვედით აქ. ჩვენ მოვითხოთ რომ ამ ადამიანებს გამოიყოთ საცხოვრებელი ფართი რომელიც ააშენა ერთმა შეიცვალა კომპანიაში თუმცა მერიამ შემდეგ გაყიდა ის როგორც საკუთარი კომერციული ფართები მაგრამ ეხა არ მაინტერესებს მე და ჩემი მეგობრებს ეხა ეს ვისი ბრალი არის ამ ადამიანებს უნდა უშველონ ამიტომ ეხა უნდა დავიწყოთ არა იმის გამოლევა ვინ არის დამნაშავე არამედ უნდა აიღოს რომ სამინისტრომ ან თუნდაც მერიამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა რომ ეს ადამიანები უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით. სასწრაფოდ ვითხოვთ ქალაქის მერიის არ თავისი მოადგილების მოსვლას და მოხედვას რომ ერთი ნატურა მაინც ჩაგვირთო და მოგვხედონ და ელემენტარული პირობები მოგვიწყონ.